შულმკვდარი დედის აქცია ქუთაისის პროკურატურასთან თემო ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. 23 წლის ახალგაზრდის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციელებმა ცემით მოკლეს და შემდეგ მდინარეში გადააყვეს. თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე ჭაჭხურის კალაპოტში იპოვეს. სპეცოპერაცია რუსთავში ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, ეგრეთ წოდებული ჰაშიში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკი ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. მათი ნაწილი ავტომობილების საბურავებში იყო დამალული. საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააპატიმრეს. ჯამში კი ბოლო დღეებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 26 პირია დაკავებული. ყარიბაშვილი არ დაესწრო სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის ახალ ბრალთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ წინა სასამართლოს ხდომის თარიღი განსაზღვრა. პროცესი 19 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. ახალი ბრალით ექს-პრემიერს ჩთამის სახით 750,000 ლარის ხელზე აღებას ედავებიან. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლებში ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩხრეკა ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოძიება კორუფციული ხასიათის დანაშაულებსა და ფულის გათეთრებას ეხება.